ცალი ლარიანი. ზუსტად 3.20-იანია, ხო? 3.20 თეთრიანი. ანუ Type-C პორტზე ცოტა სქელი. ძალიან cool. Let's go. დავიწყო. სიფარფატე და ჰაეროვნება მიჭირავს ხელში. iPhone Air-ი ინოვაციაა და ასეთი რამ ჯერ ნამდვილად არ ინახავს. სმარტფონი იყოს ასეთი თხელი და ჰქონდეს უმაღლესი აწყობის ხარისხი. ხო და მოდი ვნახოთ კიდევ რა შეუძლია ამ შესანიშნავ ტელეფონს და მისი მინუსებიც ვაღიაროთ. სანამ დავიწყებთ, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მე გამიხარდებ, ხო იცით? Unboxing-ისას ყუთში შევხვდებით თვითონ smartphone-სა და დამტენ კაბელს. iPhone Air-ს არ მოყვება სიმბარათის ნემსი, რადგან ეს smartphone-ი მხოლოდ ელექტრონული SIM-ით გვხვდება. დიახ, ფიზიკურ სიმბარათს ამ ტელეფონში ვერ მოათავსებთ, მხოლოდ eSIM-ი. აქედან გამომდინარე, ყუთში მხოლოდ ორი ნივთია, smartphone-ი და კაბელი. პირველად ამ ტელეფონის ხელში დაჭერისას თქვენ თავს შეატყობთ, რომ დაძაბული ხართ, იმაზე მეტად უჭერთ ხელს, ვიდრე სხვა smartphone-ს მოუჭერდით. მე ეგრე ვიყავი ყოველ შემთხვევაში. 5.6 მმ-ის სისქის ეს ტელეფონი მართლა ეარია, სუბუქია და ერთ-ერთი მთავარი კომფორტი ის აქვს, რომ ხელის დაღლა გამორიცხულია ამ smartphone-ზე. წინა და უკანა პანელზე შუშას ვხვდებით, ეკრანზე კერამიკული ფარის მეორე თაობა, უკანა პანელზე კი პირველი თაობა. მათ შორის კი ტიტანის ჩარჩო, რომელზეც კამერის ღილაკია განთავსებული. არის ბევრი რამითაა გამორჩეული და უნიკალური. ერთ-ერთი კი ესაა, მე-17 სერიის iPhone-ები ალუმინის ჩარჩოზე გადავიდნენ სრულად. არის კი ტიტანზე დარჩა. გვხვდება 4 ფერში: შავი, თეთრი, ოქროსფერი და ცისფერი. ეს ფერები, როგორც მახსოვს, 13 Pro სერიაშიც იყო. ER-ს აქვს ერთი კამერა და დიდი კამერის ჭრილი, სადაც როგორც Apple ამბობს, ბევრი ნაწილია მოთავსებული. აი აქ. ეკრანიც მშვენიერი აქვს ამ smartphones 6.5 ინჩიანი OLED ეკრანი 120 Hz-იანი ადაპტირებადი განახლების სიხშირით. ასევე ეს always on display-ა და 3000 nit პიკური სიკაშკაშიდან 1-მდე შეუძლია დავიდეს. ძალიან მაგარია მოკლედ. Dynamic Island-ი უკვე Apple-ის იდენტობის ნაწილია და რა თქმა უნდა აქაც შევხვდებით. თუნდაც Pro სერიების მსგავსად ER-საც აქვს ანტი-არეკლადი დაფარვა. რომ შევაჯამოთ, შეიძლება ითქვას, რომ ამ smartphone-მა პლუს ხაზი ჩაანაცვლა, წელს არ გამოსულა iPhone 17 Plus-ი. მის ნაცვლად iPhone Air-ი გვაქვს, რომელში პლუსი Pro Max-ის იდენტური იყო, მაგრამ მის ადგილას მყოფი არის 6.5 ინჩიანია. მგონი კარგი შუალედია მათთვის, ვისაც არ უნდათ ძალიან დიდი ტელეფონი, მაგრამ უნდათ დიდი ეკრანი. 6.3 ინჩიანი სტანდარტული 17 და 17 Pro თუ გეპატარავებათ, ეს smartphone უნდა ნახოთ, შეიძლება თქვენთვის იყოს. ეს smartphone ასევე უნდა ნახოთ იმიტომაც, რომ ბოლო თაობის A19 Pro chipset-ი აქვს, ზუსტად ის, რაც Pro-ებს. თუმცა Pro-ებსგან განსხვავებით, 6-ის ნაცვლად 5 ბირთვიანი ვიდეო ბარათითაა წარმოდგენილი. ამასთანავე მხოლოდ AR-ში ვხვდებით N1 chips, რომელიც Apple-ის ჩიპია Wi-Fi-სა და Bluetooth-ისთვის და ასევე AR-ში შევხვდებით C1X modems, რომელიც ბევრად ენერგოეფექტურს ხდის smartphones. მიუხედავად თითქმის საერთო chipset-ისა, უნდა ვთქვათ, რომ AR-ი იგივე performance ვერ შემოგთავაზებთ, რადგან ერთით ნაკლებ ბირთვთან ერთად მას არ აქვს ისეთი გაგრძელების სისტემა, როგორიც Pro-ს. ყოველდღიურობაში შეამჩნევთ თუ არა? არა. მაგრამ ეს smartphone ნამდვილად არაა მათთვის, ვისაც სურს მაქსიმალური მისგან. თამაში და თუნდაც ვიდეო მონტაჟი თავისუფლად შეგეძლებათ, მაგრამ ასეთი დატვირთვისთვის Pro-ები უფრო განკუთვნილი. მაგრამ გეტყვით, რას შეამჩნევთ. როგორც უკვე ვახსენე, ამ smartphones ერთი მთავარი კამერა აქვს უკან. არც ultra-wide და არც telephoto, მხოლოდ მთავარი კამერა. ბევრი რამ დათმეს იმისთვის, რომ ასეთი თხელი გამოსულიყო ეს smartphone. ერთ-ერთი ასეთი დათმობა კამერები აღმოჩნდა. თუმცა მთავარი კამერა 48 მეგაპიქსელიანია და Fusion ტექნოლოგიით ამ ერთ კამერაში ორ კამერას შევხვდებით. 1x zoom-სა და 2x zoom-ს. ოპტიკური ხარისხის 2x zoom-ისას ეს მთავარი კამერა თავისი 48 მეგაპიქსელიდან 12-ს იყენებს და ინარჩუნებს მაქსიმალურად მაღალ ხარისხს. როგორც მე-17 სერიის iPhone-ებს, AR-საც აქვს 18 მეგაპიქსელიანი center stage წინა კამერა გაზრდილი სენსორით, სტაბილიზაციითა და ორმხრივი გადაღების ფუნქციით. ზოგადად ეს განახლებული selfie-ის კამერა ასევე ინოვაცია მგონია, რადგან შესანიშნავი მოფიქრებაა ტელეფონის გადატრიალების გარეშე რომ იღებ ჰორიზონტალურ ფოტოებს და ეს ფოტოებიც სიმეტრიული გამოდის. ძალიან მომწონს მე. რა თქმა უნდა, ამ საფასო კატეგორიაში ერთი კამერა ნამდვილად არაა საუკეთესო არჩევანი. მის პირად კონკურენტ S25 Edge-ს ორი კამერა აქვს, მთავარი და ultra-wide. შესაბამისად, სხვა კამერების არ ქონა დანაკლისი ნამდვილად არის. მაგალითად, პირადად მე ხშირად ვიყენებ ultra-wide-საც და ტელეფოტოსაც. შესაბამისად, ეს smartphone ჩემთვის ნამდვილად არ არის, თუმცა ეს კამერა არის კლასიკური iPhone-ის კამერის გამოცდილება და მიიღებთ ისეთ ფოტოებს, როგორიც iPhone-ს ახასიათებს, ამიტომაც შეიძლება თქვენთვის იყოს კარგი არჩევანი. ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაღაცნაირად უხდება კიდეც ერთი კამერა ამ დიზაინს. ესნაირი solidური kinda რა. კარგი, ახლა ვისაუბრებ რა არ მომწონს პირადად მე.
ორი რაღაცაა ასეთი. პირველი არის ის, რომ ამ ტელეფონს არ აქვს სტერეო სპიკერები. ქვემოთ Type-C პორტთან მხოლოდ მიკროფონებია, სპიკერები კი selfie კამერის ზემოთ აქვს. შესაბამისად, ცოტათი არასასიამოვნო იქნება და მიჩვევა დაგჭირდებათ, როდესაც ვიდეოს ყურებისას ტელეფონს გადაატრიალებთ და ხმას მხოლოდ ერთი მხრიდან გაიგებთ. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო თქვენს ოდესღაც. თუმცა ამ სილამაზეს ყველაზე მთავარი ელემენტი შეეწირა. Apple 27 საათიან ვიდეო playback-ს გვირდება, რაც ერთი შეხედვით ბევრი შეიძლება მოგოჩვენოთ, მაგრამ Apple-მა კონკრეტულად ამ smartphone-ისთვის გამოუშვა power bank-ი, ანუ თვითონაც იციან სადღაც რომ iPhone Air 17-თან შედარებით მალე შეიძლება გახდეს დასატენი. ხო, ნამდვილად ლამაზი ტელეფონია, მაგრამ ელემენტიც სითხელესთან შესაბამისად პატარა აქვს. რომ შევაჯამოთ, iPhone Air არის უნიკალური smartphone. გონია რომ ამ ტელეფონის მფლობელი წლების შემდეგ ჩარჩოში ჩასვამს და სახლში ჩამოკიდებს, თან ყველას ეტყვის რომ iPhone Air ქონდათ. თითით საჩვენებელი ტექნოლოგიური სასწაულია დღის ბოლოს ეს smartphone. ძალიან ლამაზი და ისეთი მართლა უნიკალურ გამოცდილებას რომ შემოგთავაზებს. iPhone Air მათვისაა, ვისაც სჭირდება კლასიკური iPhone, მაგრამ სრულიად ახალ ფორმაში. ეს smartphone იგივე მგონია, რაც თავის დროზე პირველი iPhone იყო. ესეც რაღაც ინოვაციური და ახალია. რა თქმა უნდა, გვინახავს თხელი smartphone-ები და გვინახავს თხელი iPhone-ებიც, მაგრამ Air-ი განსხვავდება ყველასგან. სილამაზით მე პირადად ყველა დანარჩენ 17-ს მირჩევნია, ძალიან ელეგანტური მგონია და ხელში დაჭერისას ასევე გრძნობ უმაღლეს აწყობის ხარისხს. ხო და რა თქმა უნდა, მისი შეძენა ჩვენს ფილიალებში შეგიძლიათ, ზუმერული ლინკი ქვემოთ იქნება აღწერაში. აღწერასთან ახლოსვეა გამოწერის ღილაკი და მაგაზე დაჭერაც არ დაგავიწყდეთ. ეგეც ქვემოთ არის. მე კი ამით აგემშვიდობებით, სწავლოთ ჩარჩოში ჩავსვამ ამას. ნახვამდის. კარგად.